საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვასრულებთ საუბარს ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებზე. თვალს გადავავლებთ წინა საუბრების თემებს, ორიოდე სიტყვით შეგვიძლია შევკრათ მთელი ეს საპროგრამო პუნქტები. მაშ ილია ჭავჭავაძე, როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, ახლებურად მოაზროვნე 1861 წელს პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა და თან მოიტანა საქართველოს განთავისუფლების იდეა. და ამ იდეის განსახორციელებლად მაშინდელ საზოგადოებას დევიზით მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ, საერთო მიზანი გამოეკვეთათ, ემოძრავად და ემოქმედად, ერთი სიტყვით ეაქტიურად და რა თქმა უნდა წასულიყვნენ წინ. მაგრამ ამოძრავებული, გამოღვიძებული ერი აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს საითკენ მიდის. მარტო გამოღვიძება საკმარისი იმისთვის, რომ გადარჩეს ერი არ არის. ამიტომ აუცილებელი იყო ამ გამოღვიძებული ერისათვის რაღაცა რეალური მიზნის დასახვა. აი სწორედ ამ საკითხებს ეხება ნაწარმოების ბოლო თავები, განსაკუთრებით მე-6, მე-7 და მე-8 თავი და მე-6 თავში, იმიტომ რომ მე-6 თავში ილია ჭავჭავაძეს შემოხავს ერთი ძალიან უცნაური და ძალიან საყვარელი პერსონაჟი, ეს გახლავთ მოხევე ლელდღუნია. პირველივე ქართველი, ვინც ილიას ლირიკულ პერსონაჟს შეიძლება ისევ შევთანხმდეთ მე და თქვენ ამაში, რომ შესაძლოა ჩვენ მასში ზუსტად ილია ჭავჭავაძეც ამოვიკითხოთ, ეს არის პირველივე ქართველი, რომელიც ილიას საქართველოს მიწა-წყალზე გადმოსვლისას შეხვდა. აი სწორედ ეს მოხევე ლელდღუნია არის გამოღვიძებული ქართველიც და როგორც ილია ამბობს ტექსტშიც, თვალყურ მადევარიც იმ პატარა ქვეყნისა, რომელიც იმისი უფერული ცხოვრების მისაქცევ მოსაქცევად დაენიშნა განგებას. თვალყურ მადევარი. მოდით ამას დავუკვირდეთ აი ამ კარგ ლამაზ ეპითეტს, რომელიც ყოველი ღირსეული ქართველისათვის და მამულიშვილისათვის სამკაულია ჩემი აზრით, იმიტომ რომ დავუკვირდეთ თავდაპირველად ილია ჭავჭავაძე ასეთ რამეს გეუბნება, კარგია გაღვიძებული ადამიანი. ესე იგი კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ ორჯერ უფრო კარგია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არასძინავს თავისი ქვეყნის უბედურებით გულატკიებულსა. აი ეს ორმაგი დამოკიდებულება. ერთია იყო გაღვიძებული, აქტიური, მოქმედი არსება, ადამიანი, მოქალაქე და მეორე არის, რომ როდესაც შენი ძილშიც კი წუხარ და დარდობ იმ სატკივარსა და საწუხარს, რაც შენ ქვეყანასა და შენს ერს აწუხებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ილია ჭავჭავაძე ქართულ კაცს ძილს უკრძალავდა და ძალების დაღლილ დაქანცული ბიოლოგიურ ძილის უფლებას დაღლილ დაქანცულ ერს ბიოლოგიურ ძილის უფლებას ართმევდა. არა, ილია ჭავჭავაძე უბრალოდ ქართველ ერს სულიერი გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდა და აი ეს თვალყურ მადევრობა საკუთარი ქვეყნისა, რაც ლელდღუნიას ახასიათებს, სწორედ ნიშნავს ისეთ მამულიშვილის სახეს, ისეთ მამულიშვილს, რომელსაც არც სიფხიზლეში და არც ძილში თავისი ქვეყნის სატკივარი არ ავიწყდება. ახლა ჩავიხედოთ ცოტა ქვემოთ კი თუ დაუკვირდებით ილია ჭავჭავაძე ამ პერსონაჟს ესეთი უცნაური, როცა გაგვაცნობს გარეგნულად, ესეთი უცნაური ეპითეტით შემოსავს. ჩემი მოხევე ძალიან კაცი გამოდგა. დარწმუნებული ვარ თქვენ ამასაც ყურადღებას მიაქცევთ, რას ნიშნავს ძალიან კაცი გამოდგა. ცნობილია რომ ილია ჭავჭავაძეს გამოდგმა კაცური კაცი არ უყვარდა, იმიტომ რომ თვლიდა რომ სიტყვა კაცმა უკვე უნდა დაიტიოს ის, რასაც დღევანდელი ჩვენი საზოგადოება კაცურ კაცში მოიაზრებს. იგი აღარ უნდა დასჭირდეს ეპითეტად კაცური კაცს. და აი აქ პირდაპირ ზუსტად ესე კარგად არის ჩამოყალიბებული ძალიან კაცი გამოდგა. ანუ ეს იყო ის ადამიანი, რომელიც ღვთისა და ერის წინაშე ვალმოხდილი იყო და პირნათელი იყო, იმიტომ რომ თავის მამულიშვილურ მოვალეობას ასე თუ ისე ასრულებდა, იმიტომ რომ ფიქრობდა თავისი ქვეყნის ბედზე. აი ეს ჩვენი მოხევე იყო ასაკოვანი, ხანში მოსული, წარმოსადეგი, დიდი კაცი, რომელსაც თავისუფლების იდეა დიდ რამედ მიაჩნია. მანამ ჩვენ უშუალოდ გავაჟღერებთ, აი როდის ათქმევინა ილია ჭავჭავაძემ ლელდღუნია, სწორედ ის მთელი ერისთვის სანეტარო სიტყვები, მანამდე ილია ჭავჭავაძემ ერთი პატარა ფრაზა შემოგთავაზა ლელდღუნიას ბაგეებიდან. როდესაც ის ცხენზე გადაჯდება და წავა, აი თოკის უზანგი გაუწყდება ლელდღუნია
ქვეყანას და აი იმ დროს გაბრაზდება, იმიტომ რომ გადმოქანდება ამ პატარა მთიულურ ცხენზე და შემდეგ გადაწყვეტს რომ ეს უზანგი უნდა გაისწოროს და როცა გაბრაზებით გადმოვა და იტყვის რომ სახლაფორთო სახიფათო საქმე არის ეს შეკაზმულ ცხენი დაილოცა შიშველ ცხენი ფეხს გადასვიდი და გადაჯდიდიო. დაუკვირდით რა საინტერესოა. ზეგი შიშველი ცხენი ეს არის უნაგირო ცხენი, ანუ შეუკმაზავი ცხენი. ის არის თავისუფლების სიმბოლო სწორედაც და აი ესე ძალიან მარტივად, ძალიან იოლად შემოგთავაზა ილია ჭავჭავაძემ აი ეს უნაგირო ცხენი, შეუკაზმავი ცხენი, როგორც თავისუფლების სიმბოლო ლელდღუნიასთვისაც, მგზავრისთვისაც და სრულიად საქართველოსთვისაც. იმიტომ რომ ესეთი ცხენი, ესეთი თავისუფლება აუცილებელი არის ერისათვის სასიცოცხლოდ. ერის ზნეობრივი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა იყოს ეს ერი დამოუკიდებელი, იყოს ეს ერი თავისუფალი და თავის ბედს თვითონვე განკარგავდეს. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით იქნება, ზნეობრივი თვალსაზრისით იქნება თუ ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება. აი სწორედ ამ საკითხებს შეეხება შემდგომი უკვე მათი საუბარი. დავაკვირდეთ, მე შევეცდები ეპიზოდურად დავალაგოთ და პატარ-პატარა კომენტარებით შემოვიფარგლოთ აი ამ ეპიზოდების მიხედვით. მოდით დავაგოთ აი პირველი საუბარი, დიალოგი შეეხებოდა იმას, ბარის ჯობია თუ მთა. და იქ ერთმანეთთან რა თქმა უნდა კონტრასტის ხერხი დაპირისპირებულია ეს ორი რეალობა ერთმანეთს და გვეუბნება მოხევე რომ ბარი ეს არის მაძღარი ქვეყანა სადაც ადამიანს არ უჭირს ეკონომიკურად იმიტომ რომ ბარი მსუქანია, ბარაქიანია, მოსავლიანია ხოლო მთა წარმატებულია და ბედნიერია იმიტომ რომ ის ჯანსაღია ესე იგი შეიძლება აქ ადამიანს ეკონომიკურად უჭირს იმიტომ რომ მიწა მწირია და ცოტაა მაგრამ იქ სიჯანსაღია აი ილია უსვამს ანუ მგზავრი უსვამს ლელდღუნიას სწორედ ამ კითხვას რომ რომელი უფრო ჯობია, აი რომ აგარჩევინონ მთა თუ ბარი, რომელს ამჯობინებ და მოხევე აკეთებს აბსოლუტურად სწორ არჩევანს, როდესაც ის ამბობს რომ ესე იგი ჯობს რა თქმა უნდა ჯანმრთელობა, სიჯანსაღე და აქ აუცილებლად უნდა კომენტარივით დავართოთ, რა თქმა უნდა საუბარია ერის სიჯანსაღეზე, სულიერ სიჯანსაღეზე, ხოლო თუ კი ერს გაუჭირდება მატერიალურად, ეკონომიურად, აი ის ესეთ ფიგურალურ გამოთქმასაც გვთავაზობს ცოცხალ კაცს ბალახითაც შეუძლია თავი გაიტანოსო. რა თქმა უნდა ეს ცოტა იდეალისტური მოსაზრება, მაგრამ მაინც დამეთანხმებით მართლაც ლუარსაბ თათქარიძეობას სწორედ ლელდღუნიაობა ჯობს. მე მგონი თქვენთვისაც არ იქნება ამ ორ ცნებას შორის არჩევანი და ერთმნიშვნელოვნად მოგეწონებათ უფრო ლელდღუნიას პოზიცია ვიდრე ლუარსაბ თათქარიძის პოზიცია. აი დავაკვირდეთ, ესე იგი ჯანსაღი ერი აზროვნებს ისე რომ მისთვის აუცილებელი არის სწორედ უფრო ჯანსაღი გარემო განვითარებისათვის. მეორე საუბარი, მეორე თემა, რასაც ისინი წინ წამოსწევენ, ეს არის საუბარი გერგეტის სამებაზე. და თავდაპირველად ამ საუბარს აქვს ცოტა ზოგადი ხასიათი. მგზავრი ინტერესდება წყალგაღმა მდებარე ციხით და ამ ციხის ფორმა აქვს გარედან, თორემ არის გერგეტის სამება. და აი გერგეტის სამებით დაინტერესდება და იკითხავს რომ ეს რომელი საყდარია, რომელი ეკლესია, რომელი ციხია. და მოხევე ლელდღუნია მას პასუხობს რომ დაილოცა მისი განგება, ეს არის გერგეტის სამება, სადაც იმართებოდა ოდესღაც ერთა საბჭო და რომელიც იყო ოდესღაც ისე მეფეების დროს განცდა საფარი. ორივე ტერმინი აუცილებლად იპყრობს ჩვენ ყურადღებას. პირველი დავიწყოთ იქიდან რატომ არის ეს განცდა საფარი. ლელდღუნია აყალიბებს, როდესაც გაჭირდებოდა და დიდი დევნა დაიწყებოდა, როცა მტერი შემოესეოდა ქვეყანას, ქართველი მეფეები განცს აქ აფარებდნენ ხოლმე. მოდით ერთი წუთი დავფიქრდეთ, მე-19 საუკუნეში ამდენი მტრებისგან გაძარცულ საქართველოში ნეტა რაღა იყო, იქ უკვე განძი, იყო რაიმე მატერიალური განძი, რაღაც რომელსაც იგი დაუშვათ სამეფო საგანძურის რაიმე კვალი ეტყობოდა, აი რაღაცა ნაშთი იყო. არადა ამ საყდარს გერგეტელები, სოფელ გერგეტელები იცავენ, ერთგულად იცავენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსობა მათ თარხნობა, ანუ თავისუფლება გაუუქმა, რას ნიშნავდა თარხნა? გადასახადებისაგან იყვნენ ისინი განთავისუფლებული სამეფო სიგელით. ესე იგი გერგეტელებს ევალებოდათ ერთადერთი რამ, ისინი მათ უნდა დაეცვათ გერგეტის სამება ყოველ ღამით. ამიტომ ყოველ ღამე
სამ-სამი ადამიანი გამოეყოფოდა სოფელს, წავიდოდა გერგეტის დასაცავად, ისინი ღამეს სწორედ აი ამ დიდ საგანძურს და არადა ეს საგანძური კიდევ ერთხელ ვთქვათ, აღარ არის უკვე მატერიალური საგანძური, იქ აღარ არის მეფის განძი, სამეფო განძი, იქ არის რაღაც უხილავი განძი და მიუხედავად იმისა, რომ მათ მაინც უწევთ რაღაცა ბეგარის გადახდა და ხარკის გადახდა და მთელი როგორც სხვა საქართველოს სხვა მოქალაქეები არიან ვალდებულნი რუსეთის იმპერიის მიმართ, ისინიც ვალდებულნი არიან ეს სახელმწიფო ბეგარა აღასრულონ და გადაიხადონ, ანუ ისინი თარხანენი, ანუ თავისუფალნი აღარ არიან. ამის მიუხედავად ეს ადამიანები, როგორც ერთგული მცველები, როგორც გრაალის მცველები, ცდილობენ თავიანთი მისია ბოლომდე ქვეყნიერების აღსასრულამდე შეასრულონ. ესე იგი, კიდევ ერთხელ ვამბობ, დასაცავი აქ არის არა მატერიალური საგანძური, არამედ სწორედ ეროვნული საგანძური. რას წარმოადგენს ეს ეროვნული საგანძური? ალბათ აი იმ უკვე შერყვნილ წამხდარ ქართველობას, რომელიც აღარ იყო მატერიალურად, აღარ არსებობდა იმ დროინდელ საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი არსებობდა იდეაში. სანამ ეს გერგეტის მცველები და განძის მცველები იყვნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იდეალი საქართველოსი თავისუფლებისა, იდეალი ზნეობისა ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაზე. ესე იგი, რაღაცა იყო კიდევ დასაცავი. ახლა მეორე საკითხი შევხედოთ, ეს არის ერთა საბჭო. მაგრამ როცა ამ თემაზე საუბარს ჩამოაგდებს ილია, აი რომ რა იყო ერთა საბჭო? მას ზოგადად ჯერ აუხსნიან, რომ ერთა საბჭო ეს არის ფაქტობრივად ეს არის სასამართლო ინსტიტუტი, რომელიც შემუშავებული ჰქონდა მთას. ესე იგი, ეს იყო რაღაც მმართველ, მოგეხსენებათ მთას ბატონი არასდროს არ ხოლია, მით უმეტეს მოხევე ხევში ბატონი არასდროს არ მჯდარა, მათ ჰქონდათ ვალდებულება მხოლოდ მეფისა და ქვეყნის წინაშე, ისინი იცავდნენ საზღვარს და თუ მეფეს დასჭირდებოდა ლაშქრობაში წასვლა, რომ ლაშქარში ჯარისკაცი და მეომარი, თითო მეომარი საქართველოსთვის, აი ეს ხევი ერთიანად ირაზმებოდა და სამეფო ლაშქარში იღებდა მონაწილეობას. აი, ანუ მათი ფუნქცია იყო ქვეყნის დაცვა. დანარჩენი გადასახადი, დანარჩენი ხარკი, დანარჩენი მათ არაფერი ეკისრებოდა და შესაბამისად არც მეფე და ბატონი არ ხავდათ როგორც ასეთი. აი სწორედ ამ ხევს, ამ თავისუფალ მეთემე საზოგადოებას ჰქონდა თავისი სასამართლო ინსტიტუტი, რომელსაც ეწოდებოდა ერთა საბჭო. ესე იგი, იქ იკრიბებოდნენ უხუცესები, როგორც ლევთხუნია ამბობს, ბრძენ პეიტარნი, პეიტრობით გამორჩეულნი. პეიტარი არის მოხუცით, მაჭაღარა, ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც უკვე ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა იმხელა, რომ ჰქონდა იმის უფლებაც, რომ ქვეყანაში ჩამოვარდნილი რაღაცა საკითხი სწორედ საკუთარი თავისთვის მიენდო და გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ადამიანური სამართალია. ერთა საბჭო ეს არის სამართალი კაცისა და ღმერთისა. იმიტომ რომ ლელთხუნია ასე აყალიბებს ამას. ბრძენ პეიტარნი შეიკრიბებიან, თუ კი რამე დიდ დევა ჩამოვარდება, დიდ საქმე, დიდ რჩევაი. ანუ უკვე მიხვდით ალბათ ხო, რასაც გულისხმობს, თუ კი იყო გადასაწყვეტი ძალიან დიდი საკითხი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. და არა მხოლოდ ქვეყნისთვის, ჩვენ თუ აი ყაზბეგის მოთხრობებს გავიხსენებთ, იქ ერთა საბჭო იკრიბებოდა ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებითი პრობლემების გადასაწყვეტადაც, იმიტომ რომ სამართალი ჩვეულებრივ ყოფაშიც დასადგენია. და აი ასეთ ჟამს სოფლისა თუ ქვეყნის გაჭირვების ჟამს შეიკრიბებოდა ეს ერთა საბჭო, დასხდებოდნენ, მოილაპარაკებდნენ, გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ოღონდ დაუკვირდით, ეს გადაწყვეტილება იყო ღვთისგან მათხოვნილ. ესე იგი, ეს იყო ღვთისგან ლოცვით გამოთხოვილი სამართალი. ისინი საკუთარ თავს კი არ ენდობოდნენ, არამედ ამ აუცილებლად სამართალ გადაწყვეტილებას იღებდნენ უფლის კარნახით. და ამას როცა აუწყებდნენ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას, ესე პირდაპირ წერს ამბობს ლელთხუნია, რომ ესე იგი არავითარ შემთხვევაში, აი რაც არ უნდა მომხდარიყო, ამ ნაბრძანებს კაცისაგან და ღვთისგან მოთხოვნილ სამართალს უკვე ვეღარავინ ვეღარ გადავიდოდა. მას ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა როგორც კანონს. და როგორი საზოგადოება იყო ეს თემის უხუცესებისაგან მართული საზოგადოება, ან როგორი იყო ეს სამართალი აი ამ თემში, თქვენ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ნახოთ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობებში. თვითონ პროცედურაც როგორ ტარდებოდა ერთა საბჭო და ისიც ამ ერთა საბჭოს რა გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე. მოკლედ, ახლა საინტერესო რა არის? ილია ინტერესდება, თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ეს არის ქვეყნის მართვის
ეროვნული ქართული ფორმა. ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული რეგიონალური მართვის ფორმა მაინც არის. ესე იგი ილია ეძებს ხალხში ზუსტად იმ გადმოცემას, რომ ჩვენ ისტორია ხომ არ დაგვიწყია 1801 წლიდან, ჩვენ ისტორია ხომ გქონდა უფრო ძველ საუკუნეში, თავისთავად სამართალიც გქონდა და ეძებს სწორედ აი ამ ხალხური სამართლის თუ ქართული სამართლის ელემენტებს ყოფა ცხოვრებაში და აი როგორც ხედავთ პოულობს კიდევაც. ახლა დავაკვირდეთ, ილია ეკითხავს, რომ იმართება თუ არა ასეთი ერთა საბჭო ეხლაც და ლელღუნია პასუხობს აწინა, მაგრამ პასუხობს აღარ იმართება ერთა საბჭო, მაგრამ რატომ არ იმართება? ამაზე პასუხის გაცემა პასუხი რომ უნდა რომ მიიღოს, ამ დროს ლელღუნია ჩერდება და აშკარად დიდი პაუზა. ესე იგი ლელღუნია ფიქრობს, უთხრას თუ არა ამ გაუცხოვებულ ქართველს, რომელიც ქართულად მეტყველებს, მაგრამ სამოს ევროპული აცვია, ის რაც მისი გულის ტკივილია. ანუ დააკვირდით, აქ რაღაც გარკვეულად უნდობლობამ გაიელვა. იმიტომ რომ ეს აღარ არის უკვე საკითხი, როცა ლელღუნია საუბრობს საზოგადო თემებზე, რა არის მაგალითად ამაზე. აქ უკვე ლელღუნიამ უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, რა აწუხებს თვითონ და მისი სახით რა აწუხებს ქართულ საზოგადოებას. და ამას ვერ ეტყვის ის უცხო ადამიანს, ვერ ენდობა ის უცხო ადამიანს. მაგრამ როცა გზავრი დაარწმუნებს, რომ ის ახალი ქართველია და იმედია მიაქცევთ ამასაც ყურადღებას, რომ ეს ახალი ქართველი უკვე ევროპულ სამოსშია გამოწყობილი და არა ქართულ ტალავარში, რაც ლელღუნიასთვის აუცილებელი მოთხოვნილებაა ქართველისა, რომ ქართულს ქართულობა გარეგნობაზედაც ეტყობოდეს. ილია დაარწმუნებს, რომ არა, შეიძლება ადამიანს ეცვალს ევროპული სამოსი, ეს მიანიშნებდეს მის ევროპულ ორიენტაციას, ევროპულ განათლებას, ან გარკვეულწად მსოფლმხედველობას, რომ ის ხსნას სწორედ ევროპისგან ელის და არა რუსეთისაგან. ესე იგი, აქ ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ რაღაც გარკვეული ვერსიები და ბუნებრივია ეს თქვენი გადასაწყვეტია, რომელს მიიჩნევთ უფრო უპირატესად. ამიტომ ილია მიანიშნებს, რომ შეიძლება გარედან ევროპული სამოსი მაცვია, მაგრამ დამიჯერო, რომ გული ქართველი სამაკო, ქართველი ვარ, გულით ქართველი ვარ. და იქვე ესეთი პატარა კომენტარი, არ ვიცი დამიჯერა თუ არა ჩემმა მოხევემ, მაგრამ მე უკვე მოხევე მას უმხელს იმ თავის გულით სატკივარს და აშკარად ჩანს, რომ მათ შორის კავშირი შედგა. ანუ მოხევემ ირწმუნა, რომ ეს ევროპულად გამოწყობილი კაცი გულით ნამდვილად ქართული იყო, ამიტომ უთხრასდი რამ აწინა ერობა იმიტომ აღარ იმართება, რომ აწინა რუსობათში ვართ. სიმართლე გითხრათ, ასე ლაკონურად და ასე მოკლედ საქართველოს თავს დატეხილი უბედურება აბსოლუტურად არავის არ გამოუთქვამს არც ლიტერატურაში და არც არსად. აწინა რუსობათში ვართ ნიშნავს ერთ რამეს. ესე იგი, ერობის აუცილებლობა აღარ არის, ერობამ თავისი ფუნქცია უკვე ამოწურა. დღეს უკვე რუსია ჩვენი მეპატრონე, რუსია ეპატრონება ჩვენ ქვეყანას, დღეს რუსეთი მართავს ჩვენ ქვეყანას და რა თქმა უნდა სამართალიც მისია და სხვა ინსტიტუტებიც, რაც ქვეყნის მართვას მოიცავს მთლიანობაში, მთელი ეს ინფრასტრუქტურა მისია რუსეთის ხელშია და ეხლა იმის აუცილებლობა, რომ იქ ერთა საბჭო გაიმართოს და უხუცესები დასხდნენ და გადაწყვიტონ წვრილმანი თუ მსხვილმანი საქმეები, ამის აუცილებლობა უკვე აღარ არის. აი ეს არის ყველაზე დიდი გულის ტკივილი, რასაც შემდეგ ის სწორედ მოაბამს აი იმ მართლაც და ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს. ილია ჭავჭავაძის ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს, სამოციანელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელსა და საოცნებოს ეს არის სიტყვები, რომლებიც კონსტანტინე გამსახურდიას ესეს თუ დავესესხებით, სიტყვები, რომლებიც არასოდეს დაჭკნებიან და არასოდეს დაჭკნებიან. ეს არის აი სიტყვები ესეთი უწინა იმით იყვის უკეთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ესე იგი, აი ეს მოხეურ კილოზე წარმოთქმული თავისუფლებისკენ მოწოდება, რომ უწინ, ანუ ძველ დროში იმიტომ იყო კარგი, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნა, ანუ ჩვენვე გვეკუთნოდა, რა გაჭირვებაც არ უნდა ახლდეს აი ამ თავისუფლებასთან, ლელღუნია აკეთებს ესე იგი არჩევანს. თავისუფლება არის ერის არჩევანი. აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს საკითხიც, რომ თავისუფლება არის არა მარტო არჩევანი,
თავისუფლება არის ერის ზნეობრივი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობა. მოდით დავაკვირდეთ, როგორ უყურებს ლელტღუნია აი ამ საკითხს. ის ამბობს ასეთ რაღაცას. ეხლა რადგან რუსობაში ვართ, იმიტომ რომ მეძაობა ჩამოვარდა, მრუშობა ჩამოვარდა, სოფელი სოფელს აღარ გავს, ქალი და ვაჟი ქალსა და ვაჟს აღარ ახავს. ეხლა უკვე მოხევეს ტყესასყიდელი აქვს, სამართალი სასყიდელი აქვს, მღვდელი სასყიდელი, ანუ ეკლესია და სულიერი ცხოვრება სასყიდელი. რით უნდა დარჩეს ქართველი კაცი? და თუ ქართველ კაცს ამდენი რამე საფიქრალი და საყიდელი, ანუ თავისი ქვეყანა თუ საყიდელი გაუჩნდა, ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ისეთ მაღალ მატერიაზე, ისეთ მაღალ იდეალზე იფიქროს, როგორიც ეროვნული თავისუფლება და თუ ეს ეროვნული თავისუფლება არ იქნება, მაშინ როგორღა იქცეს ქართველი კაცი კალმახად. ეხლა ეს კალმახის იდეაც რომ ხელიდან არ გაგვისხლტა ეს კალმახივით. მოდით ჩვენ აი ესეთი საინტერესო გადავიდეთ უკვე ზუსტად აი ამ სიტყვებზე, როცა ის ამბობს. გახსოვთ ილიამ რო ჰკითხა თერგს აბა პატარა ხანს დადექთვინ მაშინ რომ ყრალგუბე არ გადაიქცე და ეგ შენ საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ხეყინზეა არ შეგეცვალოსო. აი თქვენ წარმოიდგინეთ ზუსტად ესეთი უკვე დამყაყებული, დაჭაობებული ქართველი ყოფა დაგვანახა ლელტღუნიამაც, როცა გითხრა რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება არის შემკრთალი, შეშინებული, ატირებული, რაღაცა უსამართლობაში ჩავარდნილი ერი, რომელშიც უკვე იმიტომ რომ ერმა თავი გაიტანოს და სტვამაკი ამოივსოს და ირჩინოს, აუცილებელი ხდება ის, რომ ის დაადგეს სწორედ დაბეზღების და მეძავობის გზას, ანუ მრუშობის გზას, სიცუდის გზას, ზნეობრივი დაცემის გზას დაადგეს, რომ თავისი ფიზიკური არსებობა შეინარჩუნოს. ამიტომ ის ამბობს, რომ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლება აღარ არის არა, ასეთ ქვეყანაში ბავშვობა აუცილებლად იბადება ესეთი მოთხოვნილება. კალმახი, ანუ თავისუფალი ადამიანი, ზნეობრივი ადამიანი უკვე სანატრელი ხდება და აბა გადახედეთ მთელი მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურას. ყველა მწერალი, დაწყებული ალექსანდრე ჭავჭავაძიდან დამთავრებული ვაჟა ფშაველამდე, ყველა ნატრობს გმირს. როგორ გმირების ქვეყანაში გმირი გამოილია? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გამოილია. მაშინდელ საქართველოში მართლაც ცოტა იყო კაცი, რომელიც თავისი ქვეყნის სატკივარით ფიქრობდა. აი ლელტღუნია სწორედ ამას მისდირის, რას ვაქნევ? ცარიალ მშვიდობას. ის არაჩვეულებრივად ხვდება, რომ რუსეთისაგან მოძღვნილი მშვიდობა ეს არის ყალბი, ცრუ მშვიდობა. და ცარიელი სტვამაკიდან, იმიტომ რომ ის ეკონომიკურად გამყარებული მშვიდობა არ არის, ერი იძულებული არის, რომ თავისი არსებობისათვის უბრალოდ ძალიან ცუდი გზები აირჩიოს. ეხლა ერთი გზაც იქ აუცილებლად ამოიკითხავთ ტექსტში თქვენ პატარა ეპიზოდს კახელებისა და მოხევების ბრძოლისას, რომელიც ილიას არ მოსწონს, მაგრამ იქვე აუცილებლად მინდა თქვენ რაღაცა მართალი გეზი იპოვოთ და ამოიკითხოთ ერთი რამ. ილიამ სინამდვილეში იკითხრა, ქართველი ერი თუ პირდაპირ ვერ ებრძვის თავის მოყრულად მოსულ მტერს. პრინციპში აქ ლაპარაკია მოყვარეზე, რომელიც მტრად მოვიდა და მტრად იქცა. თუ კი ამას პირდაპირ ვერ აკეთებს, მაშინ ქართველი კაცი აუცილებლად უნდა დაადგეს ბრძოლის აი ის ეშმაკურ ხერხს. ცოტა ცუდი გამონათქვამია, რომ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს. ისეთი საშუალებები უნდა გამოიყენოს, რომელ საშუალებასაც რუსი აძლევს. თუ კი ქართველი ყველა ამ რჩევას, რაც ლელტღუნიასთან საუბარში ილიამ ქვეტექსტებით, შეფარვით, მოხეურ კილოკავზე ქართულ საზოგადოებას უთხრა, თუ ერი ამას ყველაფერს გაიგებდა და გაითვალისწინებდა, მაშინ ის ბოლო კითხვა, რასაც ილია მოთხრობის ბოლოს გვისვამს, როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი ჩემო მოხევებ გულში, ახ როდემდის, ალბათ ისეთი პასუხგაუცემელი აღარ იქნებოდა, როგორც 1861 წელს იყო. ამ დრო საქართველოს გათავისუფლებისა გაცილებით უფრო ადრე დადგებოდა. გმადლობთ ყურადღებისათვის.